გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია იტალიის გარემოს დაცვისა და კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელს. იაპონიის კიოტოს უნივერსიტეტის მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტს იუნესკოს მთავარ ექსპერტს კლაუდიო მარგოტინს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ გეოლოგებთან ერთად ექსპერტს თბილისში განვითარებული სტიქიის სავარაუდო მიზეზებსა და შედეგებზე ინფორმაცია მიაწოდა. იტალიელი ექსპერტი ვიზიტის ფარგლებში უშუალოდ გაეცნობა ახალდაბასა და ბერეს ხეობაში შექმნილ ვითარებას და ქართულ კოლეგებს საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებს. დღეს ცნობილ იტალიის ექსპერტთან, გეოლოგთან, ბატონ კლაუდიო მარგოტინისთან ერთად მოხდება ველზე გასვლა, დათვალიერება, მათ შორის შეფასება რისკების, ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად შევამციროთ ყველანაირი რისკი, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიძლება განვითარდეს. ძალიან რთული მდგომარეობაა, საქმე არ გვაქვს მხოლოდ ერთ პრობლემასთან, როგორიცაა ერთი მეწყერიან ღვარცოფი. აქ არის მთელი ბუნებრივი სტიქიების შერწყმა ერთმანეთთან. ჩვენი მიზანია დავიცვათ ინფრასტრუქტურა და რამენაირად ვმართოთ პროცესები.